თეირანის გარეუბნები ნელ-ნელა ცარიალდება, მაღაზიები დაიკეტა. ბენზინგასამართი სადგურები მომხმარებლების მომსახურებას ვეღარ აუდიან. ეს მას შემდეგ, რაც ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა და ისრაელის თავდაცვის მინისტრმა ირანის დედაქალაქში მცხოვრებ მოსახლეობას სასწრაფო ევაკუაციისკენ მოუწოდეს. გაფრთხილება იმანაც გაამწვავა, რომ დონალდ ტრამპმა დიდი შვიდეულის შეხვედრა ნაადრევად დატოვა, რათა უშიშროების საბჭოს ხდომა მოეწვია. ევროკავშირმა კი საკუთარი მოქალაქეების ევაკუაციის შესახებ ინფორმაცია დაადასტურა. ყველაფერთან ერთად ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის მინისტრმა რეგიონში დამატებითი ძალების გაგზავნის ბრძანება გასცა. მედია წერს, რომ მათ შორის F-22 და F-35 ტიპის ავიაგამანადგურებლებია, რომლებსაც გეზი ამერიკული ბაზებისკენ უკვე აღებული აქვთ. პიტ ჰექსეთის განმარტებით ეს ადგილზე ამერიკული ძალების თავდაცვითი შესაძლებლობებისთვის კეთდება. დონალდ ტრამპი კი მოლაპარაკებების ხასიათზე აღარაა. პრეზიდენტი უმეორებს ირანს, რომ შეზღუდოს საკუთარი ბირთვული პროგრამა, სანამ გვიანი არ იქნება. თარგმანში ეს იმას ნიშნავს, რომ თეირანი ან უარს იტყვის ბირთვულ პროგრამაზე, ან საკუთარ თავზე ამერიკის რისხვას იწვნევს. მანამდე დონალდ ტრამპმა ირანს მოფიქრებისთვის 60 დღე მისცა. ამასთან მისმა დელეგაციამ ირანელ კოლეგებთან ბირთვულ საკითხებზე მოლაპარაკებების მთელი 5 რაუნდიც კი გამართა. თუ მათ დალაპარაკება სურთ, იციან როგორ დამიკავშირდნენ, დაწერა ტრამპმა, მოგვიანებით კი თქვა. მე მოლაპარაკებებს ვაწარმოებდი მათთან, ვეუბნებოდი, რომ მიაღწიეთ შეთანხმებას. მათ ეს უნდა გაეკეთებინათ. შედეგად ქალაქები ინგრევა, უამრავი ადამიანი კვდება. ისინი უნდა დამთანხმებოდნენ. ახლა მოლაპარაკებების ხასიათზე აღარ ვარ. ახლა ბევრი ცუდი რამ ხდება. თეირანს ევაკუაციისკენ მოვუწოდე, რადგან ეს უსაფრთხოა. მე არ მithქვამს, რომ დიდი შვიდეულის 3-ით ცეცხლის შეწყვეტის მიღწევის მიზნით ვტოვებდი. ეს ემანუელ მაკრონმა თქვა, კარგმა ბიჭმა, რომელიც ზოგჯერ რაღაცებს ვერ იგებს. მე ცეცხლის შეწყვეტაზე უკეთესი რამ სურს, ამ ყველაფრის დასასრული, საბოლოო დანებება. ეს შესაძლებელია. ირანმა იცის, რომ ვერ ექნება ბირთვული იარაღი. ეს ძალიან მარტივია, სიღრმეები არაა საჭირო. ვერ ექნებათ. იციან ისიც, რომ ჩვენს ჯარებს არ უნდა შეეხონ. ნათელია, რომ ახლო აღმოსავლეთი მორიგი მასშტაბური კონფლიქტის ზღურბლზეა. საერთაშორისო მოწოდებების მიუხედავად, ირან-ისრაელის დაპირისპირების მეხუთე დღეს უკან დახევის ნიშნებს არც ერთი მხარე არ აჩვენებს. მეტიც, ისრაელმა ირანზე საჰაერო თავდასხმების მასშტაბი გაზარდა. ირანის ბირთვული პროგრამის ობიექტების ნაწილი უკვე განადგურებულია, თუმცა სახალს სამუშაო რჩება ფორდოში, სადაც მათივე ინფორმაციით ურანის გამდიდრება აქტიურად მიმდინარეობს. თელ-ავივში აცხადებენ, რომ თუ ირანიდან მომავალ ბირთვულ საფრთხეს დღესვე არ მოხსნიან, ხვალ უკვე გვიანი იქნება. ეს სიმსივნესავითაა, რომელიც მოგკლავს, ის უნდა მოიშორო, გაიარო მკურნალობა, შესაძლოა ერთ დღეს დაგიბრუნდეს, მაგრამ ჯერ მოვახერხებთ, რომ დიდი ხნის განმავლობაში იყოს ჩვენგან შორს. დეტალებში ვერ შევალ, მაგრამ არ გავჩერდებით. ჩვენ დიდი მიზნები გვაქვს, ჩვენ ვცვლით ახლო აღმოსავლეთის სახეს და ამას შეუძლია მოიტანოს კიდევ უფრო დიდი ცვლილებები თავად ირანისთვის. ცნობილი ხდება კიდევ ერთი ირანელი სამხედრო მაღალჩინოსლის ლიკვიდაციის შესახებ. ალი შადმანი იმ ათობით მოკლულ გენერალს შორისაა, რომელიც ბოლო 5 დღეში ისრაელის საჰაერო დარტყმების სამიზნეში მოხვდა. ირანის გენერალური შტაბის ხელმძღვანელად ის რამდენიმე დღის წინ დაინიშნა. თეირანი მორიგ შემცვლელს ეძებს. ოპერაცია ამომავალი ლომის მიზნების სრულდება. ნამდვილად ჩვენ მოვახდინეთ ირანის გენერალური შტაბის უფროსის ლიკვიდაცია. ოპერაციის საწყის ფაზაშივე. ჯერ კიდევ უცნობია, ვინ ჩაანაცვლებს ჩამნაცვლებლებს. ვინც არ უნდა იყოს ის, მას რეკომენდაციას მივცემდი, რომ ძალიან ფრთხილად იყოს. ამ დრომდე წინააღმდეგობის გაწევას ირანი ისრაელისკენ ნასროლი 400-მდე რაკეტითა და 100 დრონით ცდილობს. ისრაელში მსხვერპლის რიცხვი გაიზარდა. ირანის სარაკეტო იერიშს 24 ადამიანი ემსხვერპლა, დაჭრილია 500. ბოლო ცნობებით ირანის ახალი სამიზნე ქვეყნის მასშტაბით დამონტაჟებული საჰაერო განგაში სიგნალის აპარატებია. ირანული რაკეტების კვალი დროდადრო იერუსალიმის საზეც ჩნდება. ირანული მედიის ცნობით იყო დარტყმა ისრაელის სამხედრო დაზვერვის შენობასა და მოსადის შტაბ-ბინაზეც, თუმცა ინფორმაცია არ დასტურდება თავად ისრაელის მხრიდან. მაუწყებლობა აღადგინა ირანის მთავარმა ტელევიზიამ, რომელიც გუშინ სახალის სამიზნეებს შორის აღმოჩნდა. ღვთისწყალოვითა და ჩვენი სამხედრო მეთაურების ნაბიჯებით სიმართლის ხმა კვლავ ისმის და ჩვენ ვაგრძელებთ მუშაობას.
آزادی بیان هستش. أهلنا المقاومين სამხედროსთან ერთად ირანი და ისრაელი მუქარას ცვლიან პოლიტიკურ დონეზე. ისრაელის თავდაცვის მინისტრმა ირანის სასულიერო ლიდერს ალი ხამენეის სადამ ჰუსეინის ბედი შეახსენა. ვაფრთხილებ ირანელ დიქტატორს, რომ ომის დანაშაულების ჩადენა და ისრაელის მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ რაკეტების გაშვება შეწყვიტოს. მას უნდა ახსოვდეს, რა მოვიდა დიქტატორს ირანის მეზობელ ქვეყანაში, რომელმაც ისრაელის სახელმწიფოს საწინააღმდეგო გეზი აიღო. ნეთანიაჰუმ კი ABC-სთან ინტერვიუში არ გამორიცხა მისი ლიკვიდაციაც. პრემიერის თქმით, ეს არ მოახდენს კონფლიქტის ესკალაციას და პირიქით, მას დაასრულებს.